ყველაზე პოპულარული ქართული соуსი. აქვს უამრავი ვარიაცია, მაგრამ არსებობს ერთი შეუცვლელი. გამარჯობა მეგობრებო, არ ვიცი მიხვდით თუ არა, მაგრამ დღეს გავაკეთებთ ქართული კულინარიის ერთ-ერთ კორიფეს ბაჟეს. ამ соусებით თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი სახის ცილა შეამკოთ და გამოგივათ უგემრიელესი კერძი. ეს იქნება ქათამი, თევზი, ძროხის ხორცი თუნდაც, თუ ნებისმიერი სხვა რამ. ამიტომ დრო აღარ დავკარგოთ და დავიწყოთ. დღეს ვაკეთებთ სამ განსხვავებულ ბაჟეს. ერთი იქნება კლასიკური ნიგვზის ბაჟე, მეორე იქნება გურული ბაჟე, მწვანილები და ცინცხალი მწვანე ბაჟე და მესამე იქნება ცოტა ექსპერიმენტული, მაგრამ ხშირად გაკეთებადი უკვე ალუბლის ბაჟე. რისთვისაც ვიხმართ ნუშს და ქეშიუს თუ გნებავთ და ასევე გურულ ბაჟეში ვიხმართ, რა თქმა უნდა, თხილს. და ამ ყველაფერში დღეს დამეხმარება ნიკორა სუპერმარკეტში შეძენილი პეიმანის თხილეულობა, რომელშიც არის ძალიან დიდი ასორტიმენტი და ყველა ბაჟეს თავისი შესაფერისი პეიმანი მოუწევს. პირველი გავაკეთებთ კლასიკურ ბაჟეს და ამისთვის დაგჭირდებათ. 100 გრამი ნიგოზი, მესამედი ჩაის კოზი უცხოსუნელი, ყვითელი ყვავილი, ქინძის სუნელი, წითელი ცხარე წიწაკა, ნახევარი კვილინიორი და დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზე ძმარი. და წყალსაც შეეხება სისქიდან გამომდინარე. თქვენ როგორც გიყვართ. ჩავყაროთ ნიგოზი, ყველა სუნელი შიგნით, მარილიც და ჩავასხათ ოდნავ წყალი. ეხლა რომ გახსოვთ, უნდა შევმოწოთ სისქე. გორია, გავშუთ გემოზე, ოდნავ აკლია უცხოსუნელი და ოდნავაც ქინძი. დავამატებ და სულ ეგ არის. ძმას გავუკეთებთ ბოლოში. და ძმარი კიდევ უფრო გახსნეს გემოებს. ნიორი თუ გიყვართ, შეგიძლიათ ნიორის დაამატოთ. ზოგადად პროპორციების გარტყმა ბაჟეში იმიტომ არის ძალიან რთული, რომ ძალიან დიდი განსხვავება ხოლმე სუნელებში. შეიძლება ჩემი უცხოსუნელი ძალიან, ასე ვთქვათ, აგრესიული და ძალიან არომატული იყოს და თქვენი უცხოსუნელი ნაკლებად, ან პირიქით. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე თარიღებს რა. ბევრ ადამიანს გონია, რომ სუნელი არასდროს არ ფუჭდება და და თაფლივითაა დადებ და სულ გექნება. არ არის ეგრე. ასევე როგორც თხილზეც, თხილიც და სუნელიც თუ არ არის ჰერმეტულად შეკრული და ჰაერთან აქვს ხშირი კონტაქტი, მაგ შემთხვევაში შეიძლება სუნელს ძალიან მალე გავუვიდეს ვადა და ასე ვთქვათ გაფუჭდეს. შეიძლება ესე ცუდი არ იყოს და არ გავნოთ, მაგრამ არომატი აღარ ექნება და ამიტომ ჩაის კოზია. თუ გიწევთ თუ გაეკეთებინათ ნახევარი ჩაის კოზი უცხოსუნელი, მაგალითად, ეხლა შეიძლება მოგიწევათ გაკეთება 4 ჩაის კოზი სუნელის. და ისედაც ის გემო ვეღარ მიიღოთ. ამიტომ ბევრი არ იყიდოთ ხოლმე, მიგნახიათ ხოლმე დიდი პარკებით, ნახევარკილოიანი ქინძით გამოგიშვებენ ხოლმე ბაზრიდან, მაგრამ არ გჭირდებათ არაფერში იყიდეთ ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად ჯობია, ვიდრე ერთი იყიდოთ და მე მთელი წელი ქონდეთ და უგემური საჭმელი ჭამოთ. ჩემგან ეს და ბაჟეს ძალიან ეხება ეს თემა, რადგან ბაჟი არის ცალსახად სუნელების პროდუქტი და ამიტომ ყურადღებით იყავით ხოლმე თქვენ სუნელებთან რას უნდა უკეთებთ. გემოზე სისქეც ისეთია როგორც მე მინდა. ეხლა დავამატებ ოდნავ ძმარს, კიდევ ერთხელ დავაბლენდერებ და სულ ეგ არის. პირველი ბაჟე მორჩით. ეს ჩვენი ტრადიციული და კლასიკური ბაჟე, რომელზეც საუბარი ზედმეტი არის, რადგან ყველამ ის თუ რა არის, სუნელების ბალანსი ზეიმია ყველამ ვიცით და ამიტომ მე ბევრს აღარ ვილაპარაკებ ამაზე და გადავალ შემდეგ კლასიკაზე მწვანე ბაჟეზე. და ამისთვის დაგჭირდებათ. 100 გრამი პეიმანის თხილი, 100 გრამი ქინძი და 50 გრამი ოხრახუში, თესლება ამოცლი 1 წელიწაკა და 3 კვილი ნიორი. ეს ყველაფერი ჩავყაროთ ბლენდერში. დავამატოთ 3 კვილი ნიორიც, წიწაკაც, 100 გრამი თხილი, წყალი გემოვნებით და სისქიდან გამომდინარე. ცოტა ვაშლის ზმარი დავამატოთ და მარილი გემოვნებით. თუ უფრო ცხარე გიყვარს, შეგიძლიათ დავამატოთ მეორე მწვანე წიწაკას, შესაბამისად გაცხარდება. ესე ძალიან გემრიელი მწვანე ბაჟი გამოგვივიდა, რაც ასახად პეიმანის თხილის დამსახურებაა და მინდა ორი სიტყვით მოგიყვეთ პეიმანის შესახებ. პეიმანი არის თურქული ბრენდი, რომელიც ორიენტირდება თხილის შერჩევაზე და მოხალვის პროცესზე. და ასევე მათი შეფუთვები ინარჩუნებს თხილის სიახლეს და სიხრაშუნეს. და აქვს ძალიან დიდი ასორტიმენტი. ჩემი პერსონალური ფავორიტი არის Energy Mix-ი, რომელიც ვარჯიშის წინ ძალიან კარგი არის, რადგან ძალიან დიდი ენერგიით და ჯანსაღი ცხიმებით მავსებს და ჯერ თუ არ გაგისინჯოს პეიმანის პროდუქცია, შეგიძლია ნახო ნიკორა სუპერმარკეტის დახლებზე. ეხლა გადავიდეთ მესამე ბაჟეზე. დაგჭირდებათ 150 გრამი კანგასწრილი ალუბალი, 1 დიდი ჩაის კოზი უცხოსუნელი, ნახევარი თავი მოთუშული ხახვი, მარილი გემოვნებით, 1 ჩაის კოზი უცხოსუნელი და 2 კვილი ნიორი. და რა თქმა უნდა გადადუღებული წყალი. და 100 გრამი პეიმანის მოხალული ნუში. ავიღოთ მიქსერის ჭიქა, ჩავყაროთ ნუში, ალუბალი, უცხოსუნელი, ქინძი, მოთუშული ხახვი, 2 კვილი ნიორი
და წყალის სისქიდან გამომდინარე. ამას ყველაზე ნაკლები წყალი დაჭირდება, რადგან ალუბალის წვნიანი არის. და დავაბლენდეროთ. ეს ჩვენი ულამაზესი ვარდისფერი ალუბლის ბაჟე, რომელიც ძალიან გემრიელი გამოვიდა. აქ მოტკბო გემო, კარგად მოდის ქინძის გემო და ეგეც უნდა იყოს. ძალიან თქო დაბალანსებული და ძალიან განსხვავებული გემრიელი ბაჟი არის. და ვფიქრობ, რომ აი ამ ბაჟეში ჩაალოგოთ მაგალითად კარგი დაბრაწული ქათამი, ან გოჭს მოასხათ ზემოდან, იქნება ძალიან გემრიელი. ესე ჩვენი სამი უმშვენიერესი ფერადი ბაჟეები. ვფიქრობ, რომ თუ ბაჟე გიყვარს, ეს ეპიზოდი აუცილებლად მოგეწონება, რადგან ჩვენ გავაკეთეთ დღეს სამი ისეთი ბაჟე, რომელიც შენ სუფრას აუცილებლად ძალიან დაამშვენებს და ყველა შენ სტუმრას ძალიან მოეწონება და უხდება ნებისმიერ ცილას. მე ბევრს აღარ ვილაპარაკებ, ეხლა დაგემშვიდობებით, იმედი რომ გააკეთებ სახში. მართლა სამივე რეცეპტი არის ზუსტად 5 წუთიანი, όσο ყველაფერი მზად გაქვს და თუ გააკეთებთ, გთხოვთ რომ მომნიშნოთ, ან გამომიგზავნოთ პირადში და მე ძალიან გამიხარდება. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ. თუ მოგეწონათ, გთხოვთ რომ დაალაიქოთ და ასევე გამოეწოდოთ ჩემი არხი, რომ ერთად დავაშენოთ სუფრის კოვზის პატარა კიბერსოფელი. ეხლა კიდე დაგემშვიდობებით.